და გამოშვებას უკვე კულტურის ახალი ამბებით განვაგრძობთ კინომსახიობთა თეატრში ცნობილი ქართველი მწერლისა და სცენარისტის ეროლ მახვედიანის 80 წლის იუბილე აღენიშნება ღონისძიებას. ეროლ მახვედიანის კოლეგები, მეგობრები და მოსწავლეები ესწრებიან. პარალელურად თეატრის ფოიეში გარდაცვლილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ექსპოზიციაც მიმდინარეობს. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე არაერთი გახმაურებული წიგნის ავტორია. მას 20-მდე ქართული ფილმის სცენარიც ეკუთვნის, გადაღებულია 4 ფილმში. ეროლ მახვედიანი შარშამძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მწერლისა და სცენარისტის საიუბილეო საღამოზე მარიკა შალიკაშვილი იმყოფება, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთვლით. მარიკა, რა ხდება კინომსახიობთა თეატრში? დიახ, ეროლ მახვედიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო უკვე 1 საათია მიმდინარეობს. აქ არიან შეკრებილები, მისი მეგობრები, მისი კოლეგები, მისი მოსწავლეები, ისინი სიტყვით გამოდიან, იხსენებენ ეროლ მახვედიანსა და მის შემოქმედებას. რამდენიმე წუთის წინ დაასრულდა ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო ეროლ მახვედიანის ფოტოები მისი პირადი არქივიდან და ასევე პორტრეტები, რომლებიც ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა სხვადასხვა დროს დახატეს და ასევე კოლაჟები და მისი წერილები. ქართული კინოს 60-იანი, 70-იანი წლები, 80-იანი წლები ეროლ მახვედიანის გარეშე შეუძლებელია წარმოიდგინოს ადამიანმა, იმიტომ რომ მისი სცენარები საფუძვლად დაედო მართლა ქართული კინოს რამოდენიმე შედევრს, დაწყებული ფიროსმანიდან და დამთავრებული ნოდარ ბანაკაძის შემოქმედებით, ლანა ღოღობერის შემოქმედებით, რომელიც მართლა ძალიან დიდი ჯილდოებით იყო დაფასებული. მე იშვიათად მეგულება ბოლო 40-50 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ხელოვნებაში ისეთ ფიგურა, როგორც იყო ეროლ მახვედიანი. აი მართლა მთელი პლანეტა იყო. თავისი მსოფლმხედველობით, თავისი სიკეთით, თავისი სიმკაცრით, თავისი ღრმა სულიერებით. 23-ში გიორგობას ეროლი გახდა 80 წლის და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავუკეთებინა პატარა საღამო. მე ვფიქრეთ, რა გავუკეთებინა და გავაკეთეთ გამოფენა პატარა მისი ფილმებიდან კადრები არის წარმოდგენილი, მისი ნაწარმოებების ილუსტრაციები არის, მხატვრების მიერ შესრულებული მისი ფოტოები არის. დღევანდელი საღამო გრძელდება სულ რამდენიმე წუთში. თუმანიშვილის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ნახოს ვიდეო კოლაჟი. ეს არის კოლაჟი, რომელიც დღევანდელი საღამოს ორგანიზატორებმა სპეციალურად მოამზადეს და მასზე ასახულია ეროლ მახვედიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდები. ამის შემდეგ უკვე ცნობილი ქართველი მსახიობები წაიკითხავენ ამონარიდებს ეროლ მახვედიანის ნაწარმოებებიდან. მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი საღამო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კინომსახიობთა